მიზეზზე გამოსახულება. აი რაღაცა სკოლებთან დაკავშირებით იყო, რო თითქოს რა უნდა სკოლები. დავიწყე გადავ ეს ჩატა გავსველი ხაზის რა ჩართულობით მაგალითი ნამდვილად რო დახმარებით გადმოვაკლებით ადამიანები და დღეს უკვე გავლეო ან დღეს ხა ინტენსიურად წვიმა იქნება ხვალ წვიმა იქნება ჩართულები იყო და მუნიციპალიტეტთან ერთად რო ეს იმი არის transport-ი გამომავალი და ის მიუხედავად რომ ამიღაში სერვის ნაწილში ელექტროენერგია და გაზი ვთქვათ რომ მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად გავმართეთ სამუშაო შეხვედრა. ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონის მასშტაბით ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება თითქმის უკვე აღდგენილია. არსებობს გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვები, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება აღმოფხვრილი. მუშაობა ბუნებრივია მიმდინარეობს ინტენსიურად. რაც შეეხება სათბობ შეშას უკვე რეგიონში მობილიზებული არის საკმარისი რაოდენობის შეშა სატყეო სააგენტოს მიერ და საჭიროებისამებრ მოხდება მისი მოქალაქეებისთვის განაწილება. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს საკვები პროდუქტების დარიგება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამას საჭიროებს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ყველა ის ოჯახი, რომელიც დააზიანა სტიქიამ, იქნება მათთვის აღმოჩენილი დახმარება შესაბამისი და ყისიერი რეაგირება ექნება. უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც დაითვლის ზარალის ოდენობას და ადამიანებს, რომლებსაც დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები, მაგალითად ჩაენგრათ საცხოვრებელი სახლების სახურავები, ეს სახურავები სრულად იქნება აღდგენილი სახელმწიფოს მიერ, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებსაც დაენგრათ საცხოვრებელი სახლები, უზრუნველყოფილნი იქნებიან სხვა საცხოვრებელი ფართებით. ასე რომ რეგიონის მასშტაბით ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას, ფუნქციონირებს ისევე ცხელი ხაზი, როგორც წმუნებულის ადმინისტრაციაში, ასევე მუნიციპალიტეტებში. 24 საათიან რეჟიმში ჩვენი თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას და ყისიერ რეაგირებას ჩვენი მოქალაქეების საჭიროებაზე და არც ერთი ჩვენი მოქალაქე, არც ერთი ჩვენი მაცხოვრებელი და არც ერთი დაზარალებული არ დარჩება ხელისუფლების მხრიდან ყურადღების მიღმა. ინტენსიურად მიმდინარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები. აბსოლუტურად ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია გარდა სურებისა. სურებშიც კვლავ აქტიურად გრძელდება ცენტრალურ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები. რთული რელიეფის გამო ტექნიკას უჭირს გადაადგილება, მაგრამ მალევე დასრულდება სურების ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენ ასევე ვახორციელებთ შიდა გზების გაწმენდით სამუშაოებს სოფლებში. ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი უკლებლივ ყველა სოფელს და ყველა ოჯახს მიეწოდება. ჩვენ ასევე შევქმნით ზარალის დამცველი კომისია, რომელიც უსწრაფესი რეაგირების შედეგად მოვახდენთ დაზიანებულ სახლებზე რეაგირებას. ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების დარიგება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. დილიდანვე აქტიურად განახლდა გზის გაწმენდითი სამუშაოები, ფაქტურად ყველა ცენტრალური გზა და შიდა სასოფლო ცენტრალური გზების გაწმენდილია, გადასულებივად უკვე შიდა სასოფლო საუბნო გზების გაწმენდაზე. მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია მიეწოდება 100%-ით ყველამ ადამიანს, ყველა აბონენტს, რაც შეეხება გაზიფიცირებაზე ამ ეტაპზე 4 აბონენტია გაზიფიცირების გარეშე და 6 საკითხიც უკვე დღის ბოლომდე მოგვარდება. მედიკამენტების და საკვები პროდუქტების დარიგება აქტიურად მიმდინარეობს, მარაგი ძალიან დიდია და შემდეგი დღეების განმავლობაშიც გავაგრძელებთ მედიკამენტების და საკვები პროდუქტების დარიგებას. პრემიერმა მიიღო ძალიან მაგარი გადაწყვეტილება, რაც ითვალისწინებს თოვლისგან მიყენებული ზარალის სახლების შეკეთებას და აღდგენას. მუნიციპალიტეტის სამსახურები კვლავ აქტიურ რეჟიმში მუშაობენ და მზად ვართ ყველა იმ გამოწვევას და ყველა იმ ზარს, რაც ჩვენ მოსახლეობას აწუხებს, აქტიურად უპასუხოთ.